საამშვიდობი სამეგობრებო, როგორ ხართ? გამიხარდება, რომ ყველანი კარგად გრძნობდეთ თავს. მოგედით ჩემი ახალი დასტით, რომელიც ძალიან მომეწონა. ესეთი სილამაზეებია და დავიწყოთ ჩვენი საღამოს საუბრები. გავიგოთ, რა შემოვა სიახლე აგვისტოს ბოლომდე თქვენს ცხოვრებაში. ზოგადად თქვენს ცხოვრებაში და არა რაღაცა ისე სეთითაოდ არ დავყოფ პირებში, კარიერაში და ასე შემდეგ. ზოგადად თქვენს ცხოვრებაში რა სასიამოვნო სიახლე შემოვა აგვისტოს ბოლომდე. რასაც ელოდებით, ან არ ელოდებით. მართალია გვიანია, მაგრამ მე მაინც ყავას ვსვამ. ამიტომ თქვენს შეგეძლიათ, ვისაც გინდათ ყავა, ჩაი და ვისაუბროთ იმ სიახლეებზე, რაც მე შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. კონცენტრირდით თქვენს თავებზე და სხვა არავის და არაფერზე, არ ფიქრობთ, მხოლოდ თქვენს თავებზე. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ოღონდ ეს არ იყოს რაღაცა ისეთი სწრაფი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ძალიან ისე ნელა შეისუნთქეთ და ნელა გამოუშვით ჰაერი და უფრო ისეთი სიმსუბუქეს იგრძნობთ და დავიწყოთ. ვინც ახლა ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში აგვისტოს ბოლომდე. აქ მეგობრებო, რა სიტუაცია იცით? აი ესე, რა თქმა უნდა, არ დავაკონკრეტებ ცხოვრების all სფეროს, ყველამ თქვენ სიტუაციაზე მოარგეთ. ვისაც გაქვთ რაღაცა სიტუაცია დაუბალანსებელი, რომელიც ისე შვიდად და წყნარად აპოლიაქების გარეშე მიყვება თავის დინებას, ასე ვთქვათ, გაჩერებულიც, აი იცი როგორი, დინებას მიყოლა ნიშნავს, რომ არაფერი არ ხდება, არაფერი არ იცვლება, მარტო მხოლოდ ფიქრია ამ საკითხთან დაკავშირებით, უზომოდ ბევრი ფიქრი. და ეს საკითხი საჭიროებს გადაწყვეტილების მიღებას. ზუსტად აი ეს საკითხი მოვა ზუსტად აი ამ საკითხზე მიიღებთ გადაწყვეტილებას, ან თვითონ ეს სიტუაცია ისე მოგვარდება რაღაცნაირად, უფრო სტაბილურობისკენ, უფრო კარგად ყოფნისკენ, აი ერთად ყოფნისკენ, აი გააჩნიათ თქვენ სიტუაციას, ხო? მოარგეთ თქვენს ცხოვრების სფეროს, ვისაც გაქვთ აი ასეთი ამ წუთას ამდაგვარი გაჩერებული მდგომარეობა კონკრეტულ საკითხზე და სადაც არის ძალიან ბევრი ფიქრი, უზომოდ უწრულმანდებით თქვენს ამ სიტუაციას, მაგრამ არაფერი არ ხდება, არაფერი არ იცვლება თითქოს, მხოლოდ ფიქრია, აი ეს სიტუაცია წავა სტაბილურობისკენ და რაღაც ჰარმონია და ესე რაღაცა კარგად ყოფნისკენ რა, რაღაცები უფრო სიკეთისკენ შეიცვლება. და რაც მთავარია, აქ მხოლოდ ფიქრი აღარ იქნება და იქნება უფრო ესეთი სწრაფი ენერგიები, მოძრაობაც და ქმედება მოკლედ რა. კიდევ რა შეიცვლება აი ამ სიტუაციაში, ახლა რასაც მაჩვენებთ, კიდევ რა შეიცვლება, ბატონო მაჩვენებთ. აი ახლა, აი ამ სიტუაციის გამო საკმაოდ გამოფიტული, რაღაცნაირად დანაღლიანებულები ვინც ხართ, ეს სიტუაცია თითქოს აი ჩვეულებრივი, როგორც ვიცით ხოლმე და ძლიერ ადამიანებს როგორც ჩვევიათ, სიტუაცია, რომელიც
გსტრესავს, რეალურად შინაგანად გვაძლიერებს. ხო? და ზუსტად აი ეს მომენტია თქვენთანაც, მეგობრებო, ეს სიტუაცია რეალურად შინაგანად ძალიან გამაგრებთ, გაძლიერებთ და თქვენ საკმარისად გაქვთ იმის შესაძლებლად, იმის ენერგია, რომ აი ეს სიტუაცია გადალახოთ და გადალახოთ ძალიან ესეთი სითბოთი, გულწრფელობით, გულახდილობით და საკუთარი თავის არჩევით. აქ კიდევ ასე ვიტყოდი, თუ ვინმე აქ ამ სიტუაციაში დავაზუსტებ, მაინც რაღაც ისეთი არკანები ამომივიდა, დავაზუსტებ, თუ ვინმე ადამიანს ელოდებით, ეს პიროვნება აუცილებლად გამოჩნდება, არჩევანს გააკეთებს სიყვარულისკენ, ანუ თქვენსკენ გამოიწევს ეს ადამიანი და აუცილებლად მიიღებთ მისგან რაღაცა სახის შეტყობინებას. და ეს სიტუაცია, რაშიც ახლა ხართ, იმიტომ თქვი უმოძრაობა და გაჩერებული სიტუაცია, რაღაცას საუბრით მოაგვარებთ აუცილებლად კონკრეტულ ადამიანთან. და სიტუაცია მასთან მიდის სტაბილურობისკენ. თუ ეს არ ეხება პირად ურთიერთობებს, გეტყოდით იმას, რომ რაღაცა შეტყობინებას მიიღებთ, რაღაცა საკითხი გაირკვევა, მეგობრებო, რომელიც აი ესეთ მდგომარეობაში გაგდებთ, ცუდად გაგრძნობინებთ თავს და საბოლოო ჯამში ძალიან ესეთი დადებით პასუხს მიიღებთ, დადებით შეტყობინებას მიიღებთ კონკრეტულ საკითხზე, რასაც ელოდებით. თუმცა აი ეს სიტუაცია, რაშიც ახლა ხართ, რომ ძალიან ბევრი ფიქრი, გაანალიზება და უმოქმედობა და შეიძლება ეს ყველაფერი თქვენს შინაგან მდგომარეობაზეც მოქმედებდეს და რაღაცა შინაგანი სიცარიელე გქონდეთ, ან ეს ამდენი ფიქრი ფიზიკურ ტკივილებშიც გადაიზარდოს, აი ესეც ხდება ხოლმე, მეგობრებო, იცოდეთ, რომ ეს იმიტომ არის თქვენს ცხოვრებაში, რომ აი ეს რაღაც თქვენი შინაგანი სიძლიერე უფრო მეტად წინ წამოწიოთ და რაღაცა ეს სისუსტეები უკან გადადოთ. ხო, ძალიან კარგი რაღაც ესეთი მრავალფეროვანი შეტყობინება იყო. მოდი კიდევ ვიკითხოთ, რას სიამოვნო სიახლე? დავფიქრდები კიდე რა ისი თქმა შეიძლება, რამე არ გამომჩეს მაინც. ნუ საბოლოო შედეგი იმას ვიტყოდი, რომ არჩევანზეა დამოკიდებული და ეს არჩევანი აუცილებლად მოხდება, რის გამოც თქვენ აი ეს დადებითი სიახლე ზუსტად ეს იქნება, რომ როგორც თქვენ გაწყობთ, ისეთი არჩევანი გაკეთდება აი ამ სიტუაციაში. და სხვათაშორის ძალიან ლამაზი შეყვარებლების არკანია, ისეთი არ მინახია აქ აი ზემოთ ანგელოზია, მეგობრებო და ეს რაღაც მაღალი ძალები ფარველობენ ძალიან აი იმ თქვენს საკითხზე, რაზეც ახლა განიცდით და ბევრს ფიქრობთ, ძალიან დიდი მფარველობა გაქვთ, აი ისეთი არკანია ახლა ეს, იმიტომ გავჩერდი ეთყობა, რომ და არ გადავედი ახლა თავიდან კითხვაზე და თავიდან რომ გამიშალა მეორედ, რომ აი ეს უნდა მეთქვა აუცილებლად. ფარველობა გაქვთ, მაღალი ძალების, უფლის, ანგელოზები გიცავენ. და სწორ გზაზე გაყენებენ. თავარია თქვენ გჯეროდეთ ამის და გწამდეთ, რომ მარტო არ ხართ. კიდე ვიკითხოთ აბა, ვინც პირველად მიყურებთ, მეგობრებო, გეტყვით, რომ ვარიანტები არ მაქვს, მაგრამ აი ეს ერთი და იგივე კითხვას ბევრ ჯობს ვამ, რომ ვინც მიყურებთ, ბევრ თქვენგანზე რეზონირდეს. რას სიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. რაღაცის გადაწყვეტა, გაანალიზება, რაღაც ძალიან ესეთი პერიოდი გაქვთ ცვლილებების.
აქ როგორი სიტუაცია ახლა გეტყვით მეგობრებო. იყო რაღაცა სიტუაცია, რაშიც თქვენ ძალიან ბევრი რესურსი ჩადეთ შეიძლება, ბევრი გააკეთეთ ამ სიტუაციის გამო და ახლა შედეგს ელოდებით თითქოს ცოტა გაურკვევლობაში ხართ, მოლოდინის რეჟიმში ვინც ხართ ახლა რაღაცა საკითხს ან ვინმეს ან რამეს ვინც ელოდებით, მოკლედ გეტყვით რომ და გაურკვევლობაში ხართ თქვენ თვითონაც შინაგანად რაღაცა ისეთი პერიოდი გაქვთ პაუზის, ასე ვთქვათ, რაღაცა შინაგანი გადაფასების, გულს დაუჯეროთ, გონებას დაუჯეროთ, ან ორივე ერთად რომ ესე შეათანხმოთ და დაამთხვიოთ, აი რაღაცა ისეთი პერიოდი გაქვთ, რომ დააბალანსოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა. და რასაც ელოდებით მეგობრებო, ეს შეიძლება ხას გავუსვამ, უფრო ძირითადად ეხებოდეს ესეთ მატერიალურს, ფინანსურს, რაღაცა რესურსებს უფრო რა, ესეთ რასაც ელოდებით მეგობრებო, ის ძალიან დიდი ალბათობით ახდება და ახდება როგორი იცი, აი ძალიან ისეთი სტაბილურობით და შეიძლება უფრო მეტიც იმაზე მეტი მიიღოთ, ვიდრე თქვენ გეგონათ. აი ესეც შეიძლება იყოს. თქვენ რაღაცა უფრო ნაკლებს ელოდებით შეიძლება და იმასაც შეიძლება ცოტა ესე ორჭოფობთ, რომ იქნება, არ იქნება რაღაც აი ესეთი სიტუაცია გაქვთ გონებაში და ცდილობთ, რომ აი ეს ფიქრები თქვენში რაც არის დაუბალანსებელი რაღაცა ჰარმონიაში მოიყვანოთ და რაღაც ერთმანეთს დაუმთხვიეთ თქვენი გულის და გონების აზრები და ცოტა ესეც აი იქნება, არ ვიცი, აბა რა იქნება, ნახოთ, აი ესეთ მდგომარეობაში ხართ, იცოდეთ მეგობრებო, რომ ძალიან დიდი შანსია, რომ იმაზე მეტი მიიღოთ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ და წარმოუდგენლად გეჩვენებათ საერთოდ, რომ მიიღებთ თუ არა საერთოდ რაიმეს, რასაც თქვენ ელოდებით. მიიღებთ უფრო მეტს და უფრო მეტი სტაბილურობით, უფრო მეტი სიმყარით და სიუხვით. ძალიან საინტერესოა. ეს ზოგადად იმიტომ ვამბობ, რომ არ მინდა კონკრეტულ ერთ სფეროზე გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ ესე ჩავიფიქრე, რომ ზოგადად ვისაუბრო და ვისაც გაქვთ რა სფეროშიც გაქვთ ესეთი სიტუაცია, თქვენსაც მოარგეთ. ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რა სასიამოვნო მოიჩქარეს თქვენს ცხოვრებაში აგვისტოს ბოლომდე. აქ რა ხდება? ძალიან საინტერესოა, აქ რაღაცა ესეთი არკანები გვაქვს მეგობრებო, რაც გეგონათ რომ დაკარგეთ, საერთოდაც არ დაგიკარგავთ, სრულებითაც არ დაგიკარგავთ მეგობრებო, ის რაზეც ნერვიულობ და განცდით და გაქვთ დანაკარგის შეგრძნება მეგობრებო, იცოდეთ რომ რეალურად ეს საკითხი არ არის დაკარგული და ისევ მოქმედებაში მოდის ისევ თქვენთან, ისევ ბრუნდება და რაც ძალიან კმაყოფილებას მოგიტანთ, შინაგან ბედნიერებას მოგიტანთ, რაღაცა ისეთი შეიძლება თქვენს ოჯახსაც ეხება, ეს შეიძლება ვინმე თქვენი ოჯახის წევრი იყო წასული და ჩამოვიდეს და ბრუნდეს, აი რაღაცა ესეთი რაც უდიდეს ბედნიერებას მოგიტანთ მეგობრებო. ეს ვფიქრობ, რომ უფრო აი ისეთ რაღაცა რას ეხება, იცით? უფრო წარსულის მოგონებებს. შეიძლება კონკრეტულ ადამიანს, რომელთანაც რაღაცა წარსული კარგი მოგონებები გაკავშირებთ და ეს ადამიანი თქვენი რაღაცა ძალიან ახლობელი, რაღაცა ოჯახის წევრი იყო. ანუ შეიძლება იყო არის კიდეც ოჯახის წევრი, არ ვიცი, ვისთან როგორ რეზონირდება, ყოველ შემთხვევაში თქვენთვის ძალიან ესეთი
ახლობელი, შინაგანად ძალიან ახლოს გყავდათ ეს ადამიანი. თუ კონკრეტულ ადამიანზე საუბარი, ეს ადამიანი აუცილებლად ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც უდიდეს ბედნიერებას მოგიტანთ და აი თითქოს თქვენს ცხოვრებას გაანათებს რაღაცას მზესავით და სითბოს და სიყვარულს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. თუ ეხლა კონკრეტულ ადამიანს არ ეხება სიტუაცია ისეთი, წარსულიდან, მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცა მოგონებები გაქვთ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენს ოჯახს ეხება. ეს სიტუაცია ისე უბრუნდება თქვენს ცხოვრებაში და ძალიან ესეთი თქვენი ოჯახი იქნება ძალიან სავსე, კმაყოფილი, შეიძლება ფინანსურადაც, ემოციურად, არ ვიცი, რაღაცა ვფიქრობ, რომ თქვენს ოჯახში ძალიან ისეთი პერიოდი მოდის, მეგობრებო, განათების, გაბწყინების და კმაყოფილების. ძალიან კარგი. რაღაცა ისეთი მეც დადებითი ემოციების დავიმუხტე სულ ყველგან, რაღაცა ისეთები ვთქვი, რომ მე სიამოვნა მე თვითონაც აგვისტოს ბოლო დაგვირგვინდება ვინც მიყურებთ ახლა ძალიან კარგი პროგნოზებით, მეგობრებო, ცოტა შუარიცხვები შეიძლება ყოველას ისეთი მაინც ნეგატიური გქონდა, ჩემიდან გამომდინარე ვიძახი და ბოლო დაგვირგვინდება ყოველას ბედნიერებით და კმაყოფილების შეგრძნებით. ყოველს წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო, და იმის, რაც ახლა ვისაუბრეთ და თუ რეზონირდება თქვენზე, იმ ყველაფრის ასრულებას გისურვებთ. მთავარია შინაგანი სიმშვიდე გქონდეთ და ყველაფერი თავისით მოვა. მთავარია რას მოიზიდავთ ცხოვრებაში და მანიფესტაციები ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენს ცხოვრებაში და იყავით კონცენტრირებული მართალიერთული ისეთ სტრესულ სიტუაციაში კარგზე ფიქრი, მაგრამ შევეცადოთ მაინც ყველანაირად, რომ იმედი არ დავკარგოთ, რწმენა, უყურეთ და ვიცოდეთ, რომ უფალი ყოველთვის ჩვენს გვერდით არის და მარტო არასდროს არ ვართ. დაგემშვიდობებით ახლა 7 ღამეს გისურვებთ ყველას დროებით.